გიორგი აბაშიძე საპატიო ბათუმელთა სიაში საკრებულოს წევრის ალექსანდრე ჩხარტიშვილის ინიციატივით მოხდა ღონისძიება ბათუმი და ბათუმელების საორგანიზაციო კომიტეტი მოსაწვევ პირთა სიაზე ამ დრომდე არ შეჯერებულა. კომიტეტის წევრის განცხადებით, აღნიშნულ სიაში მოსახვედრად აუცილებელია პიროვნებას ქალაქთან რაიმე სახის შეხება ჰქონდეს, ან საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ბათუმელი იყოს. ალექსანდრე ჩხარტიშვილი მოქალაქეებს ურჩევს გამოიჩინონ ინიციატივა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს იმ წარმატებული ადამიანების ვინაობა აცნობენ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენელი ნოდარ დუმბაძე. მის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს არაფრის შეცვლა არ შეუძლია და შესაძლოა კომიტეტი დატოვოს. ჩვენ გვინდა რომ ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ბათუმელმა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. გარდა ამისა, ვინც ბათუმის ფარგლებს ცხოვრობენ, თავისთავად მიიღებს მონაწილეობას ყველა ის ბათუმელი, ვისაც ექნება სურვილი და გვინდა რომ აი რაღაც კავშირები, რომელთაც აკავშირებთ ბათუმთან, მათაც შევეხმიაროთ. მოგვაწოდონ მერიაში მოგვაწოდონ, საკრებულოში მოგვაწოდონ და შტაბთანაც შეიძლება მოსვლა შტაბში, ეს არის ხელოვნების უნივერსიტეტმა დაგვითმა ერთი ოთახი პირველ სართულზე და აქ შეუძლია მოგვართო. რაც არ უნდა შევთავაზოთ, უკვე არის გადაწყვეტილი აქვს ის სია, რომელიც კომისია შესთავაზა აღნიშნულმა კომისიის წევრებმა, უბრალოდ შემოიფარგლენ მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირში მოღვაწე ადამიანებით და ის სია ძალიან მანიშნებელია იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის სამეგობრო წერს ვახშამს უკეთებს ქალაქ ბათუმში და არა ბათუმის ღონისძიებაზე არიან მოწვეული ისინი